რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულია მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. მმართველი პარტია არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს ისეთი პარტიების როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და ძლიერი საქართველო ლელო. ევროკომისიის პრეს-სპიკერის ანიტა ჰიპერის განმარტებით, საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი წერილი საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს შეეხება, რათა არ დააუშვას ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის აბლა. როგორც მან აღნიშნა, ისინი საქართველოსგან პასუხზელიან. თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა. როგორც მერცმა აღნიშნა, თურქეთს ის ხედავს როგორც ევროკავშირის ახლო მოკავშირეს და სურს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება. ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ სტამბოლის კონვენციიდან გასვლას ითვალისწინებს. ლატვიის პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს ან ხელახლა განსახილველად სეიმს დაუბრუნოს.